დღეს ავტორბოლაში წარმოგიდგენს Mini Cooper S, რომელიც არის 2015 წლიანი. ახალი Mini BMW-ს უახლეს პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც წინა წამყვანი თვლები აქვს. ამ პლატფორმას ბავარიული კომპანია არამხოლოდ Mini-ს, არამედ საკუთარ წინა ამძრავიან ავტომობილებზე იყენებს. მათ შორის პირველი სერიის GT-სა და შემდეგი თაობის crossover XR-ზე. ჩვენიერი ხედი თბილისის ზღვის და ეს კომფორტი. აი სავარძელი აქვს მართლაც იდეალური. ეს სპორტული ხასიათი იგრძნობა თვითონ ამ ავტომობილში. ესე თქვენ თავს ვერ იგრძნობთ ძალიან ბევრ ავტომობილში. აქ არის სუფთა სპორტული ხასიათი. და ამ ყველაფერს ხაზს უსვამს აი ის მექანიკური კოლოფიც, რომელიც აი არ გაძლევთ თქვენ რაღაცა მოდუნების საშუალებას. ეს რო იყოს ავტომატური კოლოფი სიჩქარე, მე დავძედებოდი აი ესე, რაღაცა წყნარად, კომფორტულად ვივლიდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია. საჭეც ისეთი აქვს, აი ხასიათობრივად არის ისე მოწყობილი, უფრო სპორტულად. რო თქვენ სულ საჭეზე უნდა იყოთ და ერთი ხელის უნდა გქონდეთ აი სიჩქარის კოლოფზე და სულ რაღაცა პატარა, რაღაც გაძვერი, გამოძვერი, გამოდი გასწრებაზე შედი, რაღაც აი ეგეთი ავტომობილია. და დგომა აქვს რაღაცა მართლა დასწაული. რაც შეეხება ახალ ლოგოს, რომელიც შვეიცარიელი დიზაინერის მიერაა შემუშავებული. შვარცენბაუერი მას შემდეგნაირად განმარტავს. ეს არის ახალი ტოპოგრაფია და ახალი ტონალობა, ბაზირებულია სიცხადის და ათენტურობის პრინციპებზე. მასში ახლებურადაა ინტერპრეტირებული ჩვენი ბრენდის DNM-ი და ის ჩვენი წარსულისა და მომავლის სულისკვეთებას ასახავს. Mini Cooper S არის უკვე სპორტ რეჟიმი, გულისხმობს ამას. და აი ეს ხილაკი, რომელიც სპორტი და გვერდზე არის green აწერია. მწვანე რეჟიმი. მწვანე რეჟიმზე რო გადართავთ ავტომობილი აქ ახლა წითელია, ხედავთ, გამწვანდა აქაურობა და ჩვენ დავდივართ უკვე ეკოლოგიურად. ეკოლოგიურად არის აქ ორი ფაქტორი, ჩვენ დავდივართ როგორც ეკონომიურად, ასევე დავდივართ უკვე გამონაბოლქვსაც გულისხმობს, რომ გამონაბოლქვი რა თქმა უნდა ევროსტანდარტებს უკვე შეესაბამება ამ ავტომობილის გამონაბოლქვი. ეს არის 2015 წლის მოდელი. ის წინამორბედებზე 98 მმ-ით გრძელი, 44 მმ-ით განიერი და 7 მმ-ით მაღალია. ბაზა კი 28 მმ-ითაა გაზრდილი. ასევე მოიმატა წინა და უკანა საბურავების კვალმა. ჯერ გეტყვით ძრავზე, ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი 4 ცილინდრიანი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ მეორე შეხედვით უკვე ცოტა გაძლიერებული, რადგან ამ შემთხვევაში გვაქვს ბიტურბო, ანუ ორმაგი ტურბო დაბერვით, ესე უწერი ამ ავტომობილს და მას აქვს 192 ცხენის ძალა. მე მგონი არ არის ცუდი ამ პატარა ავტომობილებისთვის, ზუსტად ის ძრავი დევს, რომელიც დევს თუნდაც აი Global Motor-ში რო F1 დგას, მას კი უწერია 528, მაგრამ ზუსტად იგივე ძრავი დევს 2-დან 0, ჩვეულებრივი 4 ცილინდრიანი და აქაც იგივე ძრავი დევს. Mini-ს წარმოებას რაც შეეხება, ის უკვე რამდენიმე ქვეყანაში იწარმოება და აქვე გეტყვით, რომ დაცულია გენდერული თანასწორობაც. მანდილოსნებიც კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. თითქმის ყველა ოსტატი საკმაოდ გამოცდილია. რასაც ადრე ათეულობით ადამიანი აკეთებდა, ახლა მათ საქმეს კარგად დაპროგრამირებული რობოტები აკეთებენ. ადგილიდან სტარტი მაინტერესებს. ოღონდ რა თქმა უნდა გადავრთოთ ჩვენ სპორტ რეჟიმზე. აი, სპორტ რეჟიმი გადავრთეთ, არის მოცურების საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც გამოვრთეთ და ნახოთ ადგილიდან სტარტი. ოჰო, პირველი სიჩქარე. ოჩ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ სიჩქარეში ავტომობილი შეგრძნება გაქვთ ისეთი, რომ აი მესამეთიც რომ მიდიხარ და უცებ მიადგას, აი მიგაკრავთ ეგრევე სავარძელზე. ყველა სიჩქარეზე ავტომობილი რეაგირებს ერთნაირად თითქმის. მე არც ვაძლევ იმის საშუალებას, რომ ბოლომდე გავაწურინო. მე წარმომიდგენია რა სიზავს ეს, როდესაც ბოლომდე გავაწურინებ ამ ავტომობილს
სიჩქარეებს, თან აქ ბევრი მოსახვევები აქვს. და რაღაცა ისეთი პატარა, თან უკან საბურავები ხა წინა და უკან აქ ძალიან ახლოს. და მაგის ხარჯზეც მანქანა დგას ძალიან კარგად. და მანევრი აქვს რაღაცა იდეალური. წინა საბურავები მოყვებათ, აი გაზის მიცემის დროს მანქანა ოდნავ მოცურებული რომც იყოს, თქვენ მაინც გაასწორებთ. Mini Cooperi როგორც გახსოვთ, რამდენიმე ფილმშია გადაღებული, როგორც ძველებულ, ასევე ახალ იტალიურ თუ ამერიკულ ბლოკბასტერებში. Mini ისტორია, როგორც ინგლისელებისთვის, ასევე უკვე გერმანელებისთვისაც. მოდი ჩავხედოთ ძრავს. ესე იგი კაპოტის გასახსნელიც ძალიან ორიგინალური აქვს. ორჯერ უნდა გამოწიო, აქ აწერია 2X. პირველზე გავაღეთ და შემდეგზე უკვე მთლიანად აიხდება. ნუ შეგვიძლია ჩვენ თვითონ გავაღოთ. და რაც შეეხება მის ძრავს. ესე იგი ეს არის ჩვეულებრივი 4 ცილინდრიანი, 2 ლიტრიანი ძრავი, twin turbo, ორმაგი ტურბოდაბერვით და მას 192 ცხენის ძალა აქვს. დაეტყო ამ ავტომობილს BMW-ს ხელი. ერთადერთი ვიცი, რომ დიზაინში ბოლომდე ვერ ერევიან და ახლა დიზაინში ეს მანქანა რაღაცა BMW-ს დაამსგავსო, ნამდვილად არ იქნება კარგი. აი სუფთა ინგლისური ხასიათი შენარჩუნებულია ამ ავტომობილში. და რა თქმა უნდა, ცდილობენ რომ არ შეცვალონ დიზაინი. და ალბათ არ შეცვლიან, რადგან ეს მაინც ეს უფლება მაინც ინგლისელებზე არის დატოვებული. ხო, აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თვითონ ეს მოდელი, Mini Cooper-ის ეს მოდელი არის 4-კარიანიც აგრეთვე. ის 4-კარიანი ცოტათი არ მომწონს მე, რაღაცა უფრო გრძელია, თითქოს. ყველაფერთან ერთად Mini უნდა ყოფილიყო უსაფრთხო ავტომობილით. თუ ადრე Mini მთლიანად ვერ აკმაყოფილებდა crash test-ების მოთხოვნებს, ახლა ყველაფერი წესრიგშია. Mini როგორც 2-კარიანი, ასევე 4-კარიანი უმაღლეს სკულებს აკროვებს უსაფრთხოებაში. ნაკლზეც გეტყვით, რა თქმა უნდა, Mini Cooper-ის ნაკლზე. მე მაგალითად შორმანძილზე ნამდვილად არ წავიდოდი ამ ავტომობილით. ხარისხზეც გეტყვით, ცოტა ესენი რაღაცა პლასტმასის ცოტა თეთრი ჭერი, რა ვიცი, ამდენად კარგია, ვერ გეტყვით. მე დიდი სიამოვნებით მიყოლებდი ამ ავტომობილს შავი ჭერით. ეს ცოტა დახვეწეს, ოდნავ დაურბილებიათ, მაგრამ მაინც კომფორტი, მაინც ხელი შეხებაზე ისეთი არ არის. რა თქმა უნდა, გაბარიტებში ზრდა სალონის სივრცის მომატებაში აისახა. ასევე გაზრდილია საბარკულის მოცულობაც. მცირედითაა შეცვლილი ავტომობილის გარეგნობაც, რომელსაც რადიატორის გაზრდილი ბადე გამოარჩევს. ახალია თხევად კრისტალური ფარები, რომლებსაც მყიდველს ოფციის სახით თავაზობენ. მინდა გაჩვენოთ ესეთი საყვარელი გასაღები Mini Cooper-ის წარწერით Mini. ხედავთ ალბათ, ძალიან ისეთია ორიგინალური, მაგიდაზე რომ დადებ უკვე რაღაცა სავიზიტო ბარათივით არის. დავბრუნდეთ ისევ ეკონომ რეჟიმზე. ღამე არის ძალიან ლამაზი ეს ავტომობილი. აი ეს ფერები, განათება, აი აქ კონდიციონერის მაშუქები, კლიმატ კონტროლის, სხვადასხვა გზავრის სხვადასხვა ტემპერატურაზე შეიძლება იჯდეს. იცით როგორი მანქანაა? რაღაცა ყურადღებას ყოველთვის იპყრობს.
მე გავიგე ფორუმზე ამოვიკითხე და ინტერნეტშიც წავაწყდი, რომ არსებობს კლუბი Mini Cooper-ების, სადაც იკრიბებიან, ახალგაზრდები არიან, როგორც ვიცი, მე დიდი სიამოვნებით მათ გავიცნობ. ვიცი, რომ სადღაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან და მე მათ აუცილებლად მოვინახულებ. აინტერესებს უკვე როგორ მოეწონებათ ეს ავტომობილი. კლუბი შეიქმნა 2015 წლის აგვისტოში. მიზანი იყო პირველ რიგში Facebook გვერდი გვაქვს ჩვენ. 5 კაცი შევიკრიბეთ, სხვათა შორის კურიოზული მომენტებიც იყო, რამდენიც გზაში შეგხვდა Mini Cooper-ი. ესე ვთქვათ, მოვიყვანეთ, რომ დაგვინახა ხა Mini Cooper-ი როგორც ორიგინალური მანქანაა. ძირითადად მაგ მიზანმა შევკვირდა. დღესდღეობით ვარ დაახლოებით 35. პირველი თაობა ყავს 2 კლასიკი. ერთი არის 93 წლიანი და ერთი ძალიან ძველია, თუ არ ვცდები 70-იანი. ძირითადად შეკრება ხდება საზოგადოებრივ ადგილებში, რომ ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ ვარსებობთ და ვაკეთებთ ცვლილობებს. ვისაც ყავს Mini Cooper-ი, შემოგვიერთდით პირველ რიგში fan page-ზე. დაგვალაიქეთ, დავდივართ კოლონა. ერთად მშვიდად და ეს არის პირველ რიგში მაგალითი იმის, რომ ჩვენ მშვიდობიანი ორიგინალური მანქანების პატრონები და ასევე ორიგინალური მძღოლები ვართ. თქვენი მანქანა მე ხა აჟიტირებული ვარ, საერთოდ პირველად ვიჯექი ამ მოდელზე. დახვეწილია ძალიან შედარებით ჩვენი მანქანებისგან, თავისთავად BMW-მ დაატყო თავის ხელიც უკვე რაღაც წიხები და ანუ ეს მოდელები უკვე არა გასართობ, არამედ უკვე სერიოზული, უფრო ჩამოყალიბებული მანქანის, ადრე თუ ქონდა მინის გეზი აღებული გართობისკენ და რაღაცა გიჟური იდეებისკენ, ეს უკვე რაღაც სერიოზულ მანქანას გავს. დაახლოებით წლინახევრის წინ ვიყიდე მანქანა. და სანამ გავიგებდი კლუბის შესახებ, მე თვითონაც ესე ვთქვათ Facebook-ით შევქმნი კლუბი. მე ნახე ჩვენი ადმინი, ან იყო უკვე კლუბი Mini Cooper-ების, გავწევრიანდი მე თვითონ წლინახევრის წინ და მათი აქტიურობა უფრო ვნახე და ამიტომ ჩემი კლუბს დავანებე თავი, ესე ვთქვათ, ჩემ Facebook-ს და ჩვენი კლუბის მიზანი არის ის, რომ შემოგვიერთდეს ეს ვისაც Mini Cooper-ი ყავს და გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენიერ მოდელს. ნუ კლუბთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ დავასკვენით, რომ თითქმის ყველა იქ მყოფი ადამიანისთვის ეს მანქანა მაინც არის ერთ-ერთი ოცნების ავტომობილი. იმიტომ რომ ეს არის უკვე ახალი თაობა, ახალი მოდელი. კლუბში როგორც გავიგე, ყავთ სულ ძველი რაღაც 80-იან წლებში გამოშვებული მანქანაც კი, მაგრამ ნუ ეს ბოლო მოდელი მაინც უფრო ყველასთვის ოცნების ავტომობილია. შეიძლება ცოტა ხანში ჩემი ოცნების ავტომობილიც გახდეს, მაგას ესე უცებ ვერ ვიტყვი, მე უფრო მიყვარს რომ ავტომობილს შევეჩვიო და რაღაცა მოვირგო ჩემზე, შემდეგ უკვე ვიტყვი რომ ეს მანქანა გახდება უკვე ჩემი ოცნების ავტომობილი. ორი თაობით ადრე ჩვენ გადავიღეთ თუ გახსოვთ ეს მანქანა. იყო იცით როგორი, აი მართლაც სასაცილო. იმიტომ რომ სათავსოები ქონდა ძალიან ცოტა. ფაქტიურად არ ქონდა სათავსოები. და ამას აქ უამრავი, თუნდაც აი ეს ჭიქების ჩასადები. ადრე მე ჩემი ტელეფონის დასადები ვერსად ვერ ვნახე. Mini Cooper-ში დაცულია რა თქმა უნდა სტილი და ალბათ გახსოვთ წინა მოდელები. საჭე ისევ მოძრაობს მის მაჩვენებელთა დაფასთან ერთად, ანუ წინ და უკანა დადის, მაგრამ არის მექანიკური. რაც გააუმჯობესეს არის ის, რომ ღილაკები გადმოიტანეს უფრო წინ, უმეტესობა ადრე გახსოვთ ალბათ იყო ღილაკები უკან და ვერავინ ვერ ხვდებოდა თუ რა ღილაკები ქონდა. კოლოფი გვაქვს მექანიკური და
ძალიან ორიგინალური და აი ესეთი რეჟიმები, სპორტი, ჩვეულებრივი და green არის უკვე მწვანე რეჟიმს ეძახიან, ანუ ეკოლოგიას რაც გულისხმობს. აი ეს მაჩვენებელთა დაფა, აი ეს გადმოიტანეს შუაში, უფრო ახალ მოდელებზე გვხვდება დიდი მონიტორიც და მომეწონა ესეთი ორიგინალური ღილაკები, რომელიც ერთმანეთისგან რა თქმა უნდა დაშორებულია. გასაღები არ გვაქვს უბრალოდ ესეთი ორიგინალური ჩიპი, იქოქება ეს ავტომობილი აი ესევე ორიგინალურად აი ამ ღილაკით. ძალიან მარტივია. კოლოფი არის რა თქმა უნდა მექანიკური და რაც შეეხება მის სათავსოებს, ადრე იყო ძალიან ცოტა. ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს შეგვიძლია ტელეფონის ჩასადებიც, ანუ ჭიქების ჩასადებიც. აი ესეთი ხელთათმანების ყუთი გვაქვს და კიდე ერთი ორიგინალური, რომელსაც ვერ მიხვდებით თუ არ იცით. აი აქ არის კიდევ ერთი სათავსო. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მართლაც იზრუნეს, იმუშავეს და ყველაფერი უკვე შექმნეს ამ ავტომობილისთვის. თვითონ აი ეს ხელის კარის გასაღებიც უკვე აქვს ორიგინალური. ანუ მასზე არის აი ეს ორი ღილაკი. კარის გაღების დროს თქვენ თლიანად აღებთ. ყველაფერში რაღაც პატარ-პატარა დეტალები შეიტანეს. დაყიდვების დაწყების მომენტში მყიდველს სამძრავ შორის არჩევანის გაკეთება უწევს. მათგან ორი ახალი თაობის ძრავია. ესენია 1.5 ლიტრიანი 3 ცილინდრიანი ტურბო და 2 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ასევე ტურბო. ეს ძრავები 0.5 ლიტრიანი ცილინდრებითაა შედგენილი. უფრო მეტიც, BMW გეგმავს, რომ თავისი აგრეგატების უმეტესობა სწორედ 0.5 ლიტრიანი ცილინდრებით აეწყოს. სამიდან ყველაზე სწრაფია Mini Cooper S, რომელსაც 0-დან 100 კილომეტრამდე აჩქარება 6.8 წამში შეუძლია. ესე იგი, ადგილიდან სტარტი კარგი აქვს, მოხვევის კუთხე კარგი აქვს. ერთი მინუსი ის არის, რომ არის პატარა და მას აქვს რამდენიმე ისეთი ნაკლი, რომელსაც თქვენ ვერ გამოიყენებთ, როდესაც გაქვთ დიდი ოჯახი. მაგრამ როდესაც თქვენ ხართ მარტოხელა ადამიანი და გსურთ უბრალოდ ამ მანქანით სიამოვნება, თქვენ ნამდვილად ამ მანქანით ისიამოვნებთ. მე კმაყოფილი ვარ, დროებით უნდა დაგემშვიდობოთ, შევხვდებით ზუსტად ერთი კვირის შემდეგ. აბა, დროებით.